ცოტა ზდილობიანად მინდა მოვიქცე და პუტინის განწყობას დაახლოებით რეალურად თქვია ასე რა, პაშლივი ვსე. და ამ განწყობაშია ბატონი პუტინი. რეალურად პუტინს ძალიან კარგად ესმის, გაცილებით კარგად ვიდრე ყველა სხვა ასახლა ამ სიტუაციაში შეიძლება თამამად ითქმეს. ის რა მდგომარეობაშიც არის თვითონ, რა მდგომარეობაშიც არის რომი. ერთადერთი რასაც მოიგებს ამ საუბრებით და ამით რეალურად არ იძახის იმას, რასაც ფიქრობს, ის რო თქვას უბრალოდ გაანაწყენებს ბევრ ადამიანს, ეს არაფერში არ ჭირდება. ეხლა ცდილობს რომ რაღაც სახით კომუნიკაციის ჯაჭვში იყოს, მაგრამ რეალურად პუტინს კარგად ესმის მოცემულობა, რომ ეს ომი არის გრძელი ომი, გაგრძელებადი ომი. იმ პირობებს, რასაც პუტინი ითხოვს, მასაც კარგად უნდა ესმოდეს, რომ არავინ არ დათანხმდება. ეს დაუთანხმებელია, მაგრამ თუ კი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას შეამცირებს, გახლიჩავს, ნებისმიერ რაღაცა ეს მისთვის კარგია, ცუდი არ არის. რა თქმა უნდა, თეორიული შანსი, მხოლოდ თეორიული, ბევრჯერ გვითქვია სხვადასხვა გადაცემაში, რომ არსებობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მიღწევადია ყოველგვარი პირობების გარეშე და ეს რეალურად რო ვთქვათ, რაციონალურად რო ვთქვათ, ყველა მხარეს უნდა აწყობდეს და აწყობს კიდეც ალბათ, მაგრამ აქ თავარი რა, რუსეთი არ არის რაციონალური მოთამაშე. პუტინის რუსეთი არ არის რაციონალური მოთამაშე. და მეორე ჩვენ კი გვეჩვენება რომ რუსეთი ავტოკრატიული სახელმწიფოა და პუტინმა სულაც არაფერი არ უნდა აუხსნას თავის მოსახლეობას. რეალურად ასე არ არის, მას ბევრი რამის ახსნა მოუწევს თავის მოსახლეობას, თუ კი ამ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, ხო? ყველას კარგად ესმის რომ კი არის საუბარი 30 დღიანზე, მაგრამ რეალურად შეიძლება ეს დიდხანს გაგრძელდეს რა ეს ცეცხლის შეწყვეტის თემა და იმის განახლება გაცილებით რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ჯერჯერობით როგორც რუსეთი იმყოფება მდგომარეობაში, მას აწყობს ომის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში ამ საუბრის გაწელვა. იცით რა არის საინტერესო, უკრაინასთან დაკავშირებით შესაძლებლობებიც ჰქონდა ტრამპს გამოიყენა და ვნახეთ როგორი დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება მიღწეული იქნა და უკრაინამ თქვა კი ბატონო, მე მოყვებით, მე მინდა მშვიდობა, მე მინდა ცეცხლის შეწყვეტა, მოყვებით ამ ამბავში. პუტინს, რომელსაც როგორც ახლა თქვენ ხსნით, საერთოდ არ აწყობს ეს ამბავი, რომ მან რაღაცნაირად ახლა ცეცხლი შეწყვიტოს, იმიტომ რომ შეიძლება უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს ვიდრე 30 დღიანი. მასზე რა ბერკეტები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ წუთას, რომ ეს მოხერხდეს, რომ ის დასვას რეალური ბერკეტი რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დასავლეთს და ყველა სხვას რა, რეალური მაგალითის და რეალური ფაქტიც, ხო? და ისტორიული მაგალითის და დღევანდელი ფაქტიც არის ის, რომ რუსეთისნაირი სახელმწიფო თუ გინდა რომ დაამარცხო, დაასუსტო, ეს არის მისი გრძელი ომი, რომელშიც არის ჩართული, რომელიც თვითონ მას წამოიწყო. ხო? ამისათვის რომ რუსეთისნაირი სახელმწიფო დამარცხდეს, დასუსტდეს და პუტინი რეალურად დაждდეს მოლაპარაკების მაგდროს, დღეს საკმაოდ დასუსტებული რა თქმა უნდა, საჭიროა რომ უკრაინას აღმოუჩინო დახმარება, კონდეს ყველა დახმარება, რაც მას სჭირდება, რომ მან გააგრძელოს ომის წარმოება. არ არის ისი სიტუაცია, ცოტა გლახად ჟღერს, რასაც მე ვამბობ, მაგრამ ეს არის რეალური გზა ხო. ეხლა ხშირად ქონია ხოლმე რა რაღაც საუბრები და ილუზიები და ჩვენს გაგვიჩნდა მათ შორის, რომ აი რუსეთი დამარცხდება. კი, დამარცხდება. მაგრამ ის უცებ რუსეთისნაირი ქვეყანა ვერ დამარცხდება, მას აქვს უამრავი რესურსები და რესურსების მიღმა მას აქვს ისეთი შეიარაღება, რომ ძალიან კრიტიკული დამარცხების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან რაღაცა სხვა, ხო? ამიტომ კიდევ ვიძახე, ისტორიული მაგალითით, როდესაც დიდი სახელმწიფო, მათ შორის საბჭოთა კავშირის დამარცხდა, არის გრძელი ომი, გრძელი განგრძობითი ომი. თუ კი ის არ ირჩევს მშვიდობის დამყარებას, ხო? ეხლა რუსეთმა ისეთ კონდიციამდე მიიყვანა ეს ომი, რომ მასთვის უბრალოდ მშვიდობის დამყარება, თუ კი ტერიტორია ისე გაზარდა თამასა და პირობები ისე გაზარდა, რომ მშვიდობის დამყარება უბრალოდ აი ესე თუნდაც უპირობოთაც კი შეუძლებელია. კი, რაციონალურად რო ვიფიქროთ ახლა რაღაც პერსპექტივიდან, რატომაც არა, რომ დაამყაროს, გადაიარაღდება, უჭირს ახლა ხო შეიარაღებას შეიძენს, ეს ჩვენ ფიქრობთ ასე. პუტინი ასე სულაც არ ფიქრობს, რა, მას არ აჯავრებს ახლა რა. 100,000-ით მეტი მოკვდება თუ ნაკლები მოკვდება. ასეთი რამ 2000 კილომეტრიანი ხაზი გვაქვსო და მერეო ვინ დაადგენსო, ვინ დაარღვია ცეცხლი, ანუ პრაქტიკულად მიანიშნა, რომ ნებისმიერ წუთს შეუძლია ეს გააკეთოს. არა, დაარღვევს კიდე ცეცხლს, არა, ცეცხლის დარღვევაც მოხდება, მაგრამ როგორ არის ისიც რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკვე როგორი წესებია იცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში აქეთა მხრიდან დაბრალდება პუტინს
და პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში დააბრალებს უკრაინელებს ამას რა, ან დასავლეთს, ან გლობალური ომის პარტიას, ან deep state-ს, ან ვიღაცას რა. ანუ ვინ ვის რას დააბრალებს, ახლა აქ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ხო? ანუ ამომსიგებს ვინც ბრძოლის ველზე დამარცხდება საბოლოო ჯამში, დიახ. არა, დამარცხება როგორ, ვისაც გამოელევა სურვილი რომ იბრძოლოს რა. სურვილის გამოლევა პირდაპირ კავშირშია იარაღის გამოლევასთან. იარაღის გამოლევასთან, რესურსების გამოლევასთან, პოლიტიკურ ბევრნაირი გამოლევა არსებობს, როგორც გამოლევა. კიდევ ვიძახით ახლა, ისეთი რესურსები როგორც პუტინის ხელშია, ხო? მას ბევრი რამე კიდე შეუძლია, მაგრამ კიდევ ის რაც არ შეუძლია ამ ომის დიდხანს გაგრძელება, ვერ გააგრძელებს უბრალოდ ფიზიკურად რა. უკრაინელების მხარეს ენთუზიაზმი, ისინი სამშობლოს იცავენ, მათ აქვთ мотиваცია, რომელიც არ აქვთ რუსებს. იარაღს თუ შევადარებთ ყველა. ტრამპის იარაღს თუ შევადარებთ ტრამპის მინუს ტრამპი, ასე ვთქვათ, თუ გაიწია ის ევროპის კონტინენტიდან, ევროპას რამდენად შესწევს ზალა და უნარი შეიარაღებს. ამაზეც ვისაუბროთ ხო? მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან გაჭირდება ამერიკული შეიარაღების ჩანაცვლება. არა მარტო უკრაინის, არამედ მთლიანი ევროპის და ევროპული კონტინენტის თავდაცვა დიდწილად არის ამერიკულ ტექნოლოგიებზე და ამერიკულ შეიარაღებაზე დამყარებული, რომელსაც ის რაც ჭირდება ტექნოლოგიურ უპირატესობისთვის უკრაინას ხო თუ უნდაც ევროპას ანალოგი არა აქვს ხო მაგალითად ხა პატრიოტის სისტემებს რაღაც სხვით უცებ ვერ ჩაანაცვლებ ხო ეს არის ხო ვერ ჩაანაცვლებ ვერ იმასებს რას გამოიწვევს ეს არ არის რაც ომში დაამარცხებს უკრაინას ეს არ არის რა დრამატული ცვლილებების გამოიწვევს ბრძოლის ველზე თუმცა ეს აუცილებლად გაზრდის მსხვერპლს ეს აუცილებლად გას. ეხლა ომიც ისეთ კონდიციაში მივიდა, რომ ერთი ქალაქი იქით, ერთი სოფელი იქით, ეს ბევრს უკვე აღარაფერს აღარ წვიტავს. 2000 კილომეტრიანი ფრონტია, იცვლება რეალობა, ხვალის მოხდება, ზეგის მოხდება, მაგრამ დრამატული ცვლილებები ჩვენ უკვე ვაკვირდებით რა. პირველი წელი არა, რაც ომის ვაკვირდებით. მას შემდეგ რაც კიევის გარშემო უკან დაიხიეს ხერსონი დათმეს რუსებმა და გავიდნენ ეს ყველაფერი გააკეთეს ეს მაგალითებია უკვე ამ ომის მაგალითებია ანუ ხერსონი ხო შტურმით არ აუღიათ უკრაინელებს ან ის რა ქვია იზიუმი ან ხარკოვის ოლქი შტურმით ხო არ გაუთავისუფლებიათ არა ეს არ მომხდარა უბრალოდ რუსებმა ვეღარ შეძლეს იქ ბრძოლის გაგრძელება ფიზიკურად ვეღარ შეძლეს ხო ეს არის ფორმულა როგორი ფორმულითაც დამარცხება რუსეთი კიდევ ვიძახი ხა მოდი შევეხოთ არ არის კარგი მოსასმენი ამერიკის და რუსეთის ურთიერთობებს ხო? ეხლა ტრამპი რაღაც რადიკალური ფორმაა, თვითონ ტრამპს პიროვნულად რაღაც სიმპათიები აქვს პუტინის მიმართ, ეს გასაგებია, ყველაფერზე გავლენაც იქონებს, მაგრამ რეალურად ამერიკის მთელი მოქმედება მაინც მიმართულია იქამდე კი რუსეთი დასუსტდეს, კი რუსეთი კი ბატონო ამას გააკეთებენ, მაგრამ იმის რომ რუსეთი დამარცხდეს, დაიშალოს, მე ვერ ხედავ რაღაც ამერიკის მკვეთ სტრატეგიას ან მოქმედებას ან რაღაცას. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ამ ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთთან რაღაცა გადაალაგონ, მაგრამ რეალურად ეხლა მე რო ამერიკა ვიყო, ან ჩვენ რო ამერიკა ხო, რუსეთთან მოქმედების გრძელვადიანი მას ჭირდება სტრატეგია რა, ჭირდება სტრატეგია, რომელსაც ყველა ადმინისტრაცია რაღაც მუხლებში მიწდება და ასეთი სტრატეგია ჯერ ჩვენ არ გვინახია ხო გავიგეთ იყო ბუშის მიდგომა რაღაც მოდი ტერორისტების წინააღმდეგ ანუ საბჭოთა კავშირის დასლის მერე გრეიგანს ჰქონდა რეალური მკვეთრი სტრატეგია ცივი ომის დროს გასაგებია იყო ხო ოღონდ ის უკავშირდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლას საბჭოთა კავშირის დაშლას ხო დაშლასაც არა იმიტომ რომ დამარცხებას ხო დამარცხებას ავტომატურად შედეგად მოყვა მე ეს პრინციპში ეს იყო გამოფიტვის ანუ გონკა ვარუჟენია შეჯიბრი შეერაღებაში რაშიც დასავლურთმა ეკონომიკურმა მოდელმა დაჯაბნა საბჭოური კი ბატონო მაგრამ აქ იყო მკვეთრად მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს დღესდღეობით აქვს კიდევ ბევრი დამატებითი ბერკეტი რითაც შეიძლება გამოფიტოს რუსეთიც და დააყენოს დარტყმის ქვეშ პუტინის მიერ ბოლო წლების განმავლობაში ნაშენები ავტორიტეტი, როგორც არა ლოკალური ძალის, არამედ სოფლიო მასშტაბით მოთამაშეს. ამის გამოვლენებები დაიწყო გუშინდელი დღე ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შეერთებული შტატების, როდესაც იემენში დაბომბეს ჰუსიტების სამხედრო პოზიციები, ბაზები, პორტი და ასე შემდეგ. და მე დღეს შეგნებულად რუსულ ენაზევე გავეცანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ლავროვსა და რუბიოს სახელმწიფო მდივან რუბიოს შორის
ამის შემდეგ შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ და იქ პირველი უკრაინა კი არ ეწერა ზუსტად ჰუსიტებზე თავდასხმის თემა, რომ რუსებმა მოუწოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ თავი შეეკავებინათ ამისგან. ანუ არის მთელი რიგი თემებისა, რომელიც უკრაინის მიღმა რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს. თავის მოკავშირეებთან, ირანთან, ჩინეთთან, სხვა სივრცეებსა და რეგიონებში თავიანთი გავლენების შესანარჩუნებლად. პუტინი ამ შემთხვევაში მის ამოცანას, რა თქმა უნდა, მხოლოდ უკრაინის სამხედრო მარცხი არ წარმოადგენდა, ამოცანას წარმოადგენდა გლობალური როლის დაბრუნება და შეერთებული შტატებისთვის დამტკიცება იმის, რომ აღარ არის შეერთებული შტატები ერთადერთი დომინანტი მსოფლიოში და მან მსოფლიო უნდა გაიყოს ასე ვთქვათ, პუტინის წარმოადგენს პირდაპირ გაგებითაც რუსეთთან შეიძლება კიდევ ვინმე სხვასთან ერთად, ხო? ტრამპის მხრიდან გამო, ასე ვთქვათ, ის რაც ამ ეტაპზე გარკვეულწილად მათ შორის ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ოფიციალურ მიღებასაც აფერხებს, არის პუტინის მცდელობა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზევე წამოიყვანოს იმ ტიპის მოლაპარაკებებზე, რომელიც რუსეთის როგორც ასეთივე დომინანტობაში შემზიარებელი ქვეყნის სტატუსს დაამკვიდრებს. არის ამერიკის შეერთებული შტატები მზად ამისთვის, რომც იყოს ამ შემთხვევაში უკრაინის და ევროპის დღეს საკმაოდ ვრცელი საუბარი ჰქონდა პრეზიდენტ ერდოღანს პრეზიდენტ ტრამპთან და სხვათა შორის შეახსენა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი არის, იმიტომ რომ დღეს იყო წლისთავი იქ ჩატარებული კვაზი რეფერენდუმის. ბევრი ფაქტორები შემოდის პრინციპში ლაშა ამერიკის შეერთებული შტატებისა და უბრალოდ ტრამპის მიდგომების მიღმა, რომელიც შეუძლებელია ტრამპის ამ მოქმედების კორექტივება არ მოახდინოს. არა, ეს კორექტივები აუცილებლად მოხდება, მაგრამ პროცესები, რომელიც დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციამ, განსხვავდება და ცოტა სახიფათო პროცესები დაიწყო და სახიფათო თვითონ ამერიკისთვის. ეხლა რაც შეეხება თქვენ რომ ახსენეთ, რომ რუსები უკვე გამოდევნეს ახლო აღმოსავლეთიდან, ხო, ფაქტიურად ყველანაირი ბერკეტი ასადის რეჟიმი დაკარგა იმ ხელა სახელმწიფო, ხო, რომელიც დასაყრდენი იყო, რაც არ უნდა თქვა, ვინც არ უნდა მოვიდეს იქ სათავეში, ისინი არ იქნებიან რუსეთისგან მართული წერტილი, ხო? ეს ხუთები ახლა იქ თავის ახლა იემენის საკითხში კარგად ვერ ყვევი, ნამყოფის ვარ მე და რა არის იქაური ადგილობრივი საკითხია, უბრალოდ ამის ის ადუღება მიმდინარეობს სხვანაირად, რა ეს ახლო აღმოსავლური საკითხია, ხუთების დაპირისპირება დანარჩენ არაბებთან, ხო? ანუ ზიადი შიიტების დაპირისპირება და ხო, ირანის ისა. ხო, ირანის გავლენა უკვე ისეთ კატასტროფულად დასუსტდა და კიდე დასუსტდება, თამამად გეტყვის. ანუ ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი მოკავშირეებიც ძალიან დასუსტდა. კი, მაგრამ აი სწორედ აქ არის რა ძალიან პროეცირებს ეს პუტინი. არა, არ არის აქ რაციონალური მოთამაშე არის. პუტინმა ყველაფერი გადმოიტანა უკრაინაზე, დანარჩენი ყველაფერი დათმო. მაგიტო ვთქვი მე, რომ რაციონალური მოთამაშე არ არის პუტინის რუსეთთან. მოდი კავკასიაზე გადმოვერთო. სომხეთი, რომელიც იყო ასეთ ყველაზე მყარი მოკავშირე რა, რაც რუსეთს ყავდა, ნუ ჩვენ მეხსიერებაში ყოველ შემთხვევაში ხო დამოუკიდებლობის დაწყებიდან ყარაბაღის ომის მერე სომხეთი იყო ყველაფერში რუსეთის მოკავშირე. ყველაფერში აბსოლუტურად. რა პროექტიც ვცადეთ, რა პროექტიც არ გავიდა რაღაცა. კი, ჩვენთან იძახდა რომ ჩვენ ძმები ვართ, ისისა ვართ, მაგრამ იყო მოკავშირე. იმიტომ რომ უკრაინაში აპირებდა ომს, ჩვეულებრივად დათმო თავის გავლენები ცენტრალურ აზიაში. მაგრამ უკრაინაში შეჭრის პარალელურად იწყებოდა ეს პროცესები, ამიტომ გათვლა იყო ის, რომ უკრაინაში მალე მოილებდა ამ საქმეს და მე აღარაფერსაც აღარ დაკარგავდა თავის გარშემო, არც სომხეთში შესაძლოა არ მომხდარიყო ის, როგორც მოხდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არ მომხდარიყო სხვაგან, მაგალითად არც სირიაში, იმიტომ სულ სხვა პოზიციიდან იქნებოდა მე რუსეთი წარმოდგენილი. აი ახლა როდესაც ტრამპზე ვსაუბრობთ, ამ თითქოს მარტივადაც ჩანს ეს რთული საკითხი მეორე მხრივ. მარტივად რატომ? მას აქვს ეს დაპირება, მისი ავტორიტეტი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, მიაღწევს თუ არა ამ ცეცხლის შეწყვეტას. ის ყოველდღე ამაზე ლაპარაკობს, რომ ის ამას გააკეთებს. ტრამპზე მაქვს ლაპარაკი და თუ კი ამაზე პუტინი ვერ დაითანხმა, მაშინ მას მოუწევს პუტინის წინააღმდეგ სხვა ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ უკრაინა დათანხმდა უკვე. უკრაინა არ უშლის ამას ხელს
მან თქვა რომ მე უკრაინას და რუსეთზე არ არის ისა. რაღაც ნაბიჯები სწორედ გამიგეთ რა. ერთია ტრამპის რიტორიკა, საუბარი, რომელიც საკმაოდ რთული გადასახარშია, მოდი ასე ვთქვათ, ერთი დღე აქეთ არის, მეორე დღე იქით არის. მეორეა პუტინის ესეთი ვითომ გამარჯვებული იმპერატორის მიდგომა სინამდვილეში, რომელიც მარცხდება, ხო? მეორეა ეს, მაგრამ მესამეა რეალურად ამერიკის სახელმწიფო, რომელიც ვერანაირად ვერ იქნება და ვერ აცა უნდა მოინდომოს ტრამპმა, ხო, ვერ გახდება რუსეთის მოკავშირე. აქ პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა არის ტრამპის პრობლემა ამ შემთხვევაში არის არამედ რუსეთთან დამოკიდებულება. მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც დრამატულად შეიძლება რუსეთთან მიმართებაში. ეს ომი გაგრძელდება ჩვეულებრივად, ადრე თუ გიან ტრამპს მოუწევს კიდე საქმით აკეთებს კიდეც რა, მოუწევს უკრაინისთვის შეერაღების მიწოდებას და სხვა რაღაცების გაზდაც, ასე შემდეგ რა, მოუწევს. თუ ამას ტრამპი არ გააკეთებს, ამას გააკეთებს სხვა. ეხლა ტრამპის პრობლემა რეალურად არის თავის მოკავშირეებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია. სახიფათო პრეცედენტია, იმიტომ რომ ფაქტიურად უნდობლობა გაჩნდა ანუ მეორე მსოფლიო ომის მერე ევროპა იყო ამერიკულ ეხა იმიტომ ვთქვით ხო რომ სისტემების შეცვლა რეალურად ჩვენ ეხა პოლიტიკურად კი ხვალვე იტყვით ტრამპ წადი ერთ ადგილზე რომ ფულით გვაგდრან მაგრამ ევროპას ბევრი რაღაცის შეცვლა უსაფრთხოება ყველაფერი არის დამოკიდებული ხო ეხლა მთავარი საკითხი რაც დააყენა ხო უნდობლობის ბზარი გაჩნდა ძალიან დიდი რომელიც აქამდე არ იყო კი იყო რაღაცა პოლიტიკური კამათი, მაგრამ ბოლოს მორიგდებოდნენ, მეკავშირე მაინც მეკავშირე. ეხლა ბზარი გაჩნდა იმაში კი არა რომ მეკავშირეა თუ აღარა, არა, ბზარი გაჩნდა იმიტომ დღეს ეხლა უკრაინას გაუგთიშა რაღაც სისტემა, ხო, თავდასხმ. ხვალე ჩვენს გაგვითიშავს ევროპელის, მე რა ვქნათ, ხო? ესე ხდება უსაფრთხოების დაგება, სამხედრო დაგება, იმიტომ რომ ეხლა უკვე ევროპაში შეიძლება კარგიც იყოს, მე ვერ ვიტყვი, ცუდია თუ კარგია. გაჩვენებს დრო, მაგრამ უკვე სერიოზულად დაიძრა, რომ თვითონ დაიწყონ თავისი უსაფრთხოებისთვის ზრუნვა. ამისთვის ევროპას აკლია ორი რამ. დანარჩენი ყველაფერი აქვს. მას აქვს ფული, მას აქვს მრეწველობა, მას აქვს ბირთვული იარაღი და კიდევ მეტ ბირთვული იარაღს გააკეთებს თუ მოინდომებს. ეს არ არის პრობლემა რა. მას ყავს ავიაცია, მას ყავს საზღვაო ძალები, ანუ მას გაცილებით მეტი ყავს ყველაფერი ერთად აღებული, ვიდრე რუსეთს რა. ან ნებისმიერ საფრთხეს რაც ევროპულ კონტინენტში შეიძლება გამოგვიჩნდეს თავის დაცვა შეუძლიათ მაგის პრობლემა არ უნდა გქონდეთ აქ პრობლემა ორ რამეში ერთი მათ არ აქვს პოლიტიკური სისტემა რომელიც ამ თავდაცვას უზრუნველყოფს ანუ იმისაც რომ თავი დაიცვან უნდა გქონდეთ ანუ ევროკავშირი თანამედროვე ევროკავშირი არ არის მოწყობილი იმისთვის რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს სადაც კონსენსუსი ვერ დგება კონსენსუსი ვერ დგას ანუ იმისაც რომ შენ გყავდეს სახმელეთო ჯარები ეს მეორე კომპონენტია ხო ძლიერი რომელიც წინ აღუდგება ესეთ რამეს შენ გჭირდება ძლიერი ანუ ნებისმიერი სამხედრო ძალები, მაგრამ სახმელეთო ჯარებში ადვილი ასახსნელია ეს ხო? შენ გჭირდება ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ ძლიერი ლიდერშიპი, რომელიც ევროპას დღესდღეობით არ ყავს, მაგრამ უკვე ამის ნიშნები აშკარად იკვეთება. მაგრამ ეს რომ არ გაკეთდეს ევროკავშირის ეგიდით და გაკეთდეს ევროკავშირის შიგნით კოალიციის ეგიდით ძლიერი სახელმწიფოების შიგნით, არა ვახო, არა მარტო ევროკავშირის შიგნით, ის 35 სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელიც ჯერ სტარმერთან და შემდეგ უკვე მაკრონთან იყო, ისინი არ არიან ევროკავშირის არა, ხო, ეგ კიდე ალკე ამბავი ევროკავშირის მიღების ევროპული კონტინენტი უფრო დიდი განვითარება აქ არის კანადა მაგრამ აქ არის თურქეთი ყველა რაც მაკრონმა გენერალური შტაბების მეთაურები წავდა ჩაყვანილი ანუ კი მესმის დაიწყო ხო ეს კიდე უკეთესი ამბავია რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც მაგ ჩვენთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამას და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ანკარაში მათ შორის რაღაც გარკვეული კონტურები არა მარტო ამ დიდი გაერთიანების არამედ აღმოსავლეთ ხასთან მიმართებაში კიდევ უფრო ზუსტი კონტურები იკვეთება რა და შეუძლებელია რომ აი ამ პროცესში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტს გათვალისწინებით საქართველოს მიღმა დარჩეს ამ ინტერესს მიღმა გამორიცხულია რომ ეს ესე მოხდეს უბრალოდ ხო ნუ იცით რა იმდენად ამ 3 წლის განმავლობაში იმდენად განვითარდა მოვლენები ყველა მიმართულებით რომ წესით არაფრის მიღმა არ უნდა დავრჩენილიყავით მაგრამ რჩებით რა რაღაცების გამო ხო ამიტომ მიღმა არა, რომელ ბანაკში ალბათ უფრო სწორია, რუსების გავლენის ქვეშ. აი ხა დუგინის ახლა მე უსმენდი მაგალითად აი თქვენ გადაცემას სანამ შემოვიდოდეთ და აი იძახდით რომ აი ამერიკის ელჩი შეხვდა იმას რა ქვია საგარეო საქმეთა მინისტრს რა მესიჯები გააჟღერეს რაღაცა და ნუ მე პირად შემას გეტყვით არც არაფერი მესიჯები არ გაუჟღერებიათ რა შეგვიძლია დავგუგლოთ არა შეგვიძლია დავგუგლოთ არა არაფერი არ მოხდა შეგვიძლია უბრალოდ დავგუგლოთ
ამერიკის ელჩი შეხვდა თურქმენისტანის ხელისუფლებასთან, ხო? წელიწადში ორჯერ ხვდებიან, იქ საუბრობენ, რა კარგი მეგობრები არიან ამერიკელები გარკვეულია, ბაშა, აქ არ არის ყველაფერი გარკვეული ჩვენ. და ვაშინგტონში დანიგანი ის ჩამოვიდა, მას ჰქონდა მეერე კომუნიკაცია, აქ თლად თურქმენეთის ამბავი არ არის, ალბათ მაინც რაღაც ნაბიჯებზე არის საუბარი. ეს საკითხი, რაც ძალიან საინტერესოა, თუ შეიძლება რომ ამას დაუბრუნდეთ, აი თქვენ სამხედრო, სახმელეთო მართლობის კუთხით, ხო, საილუსტრაციოდ გითხარით, ხო, რაღაც ერთიანი მართლობა უნდა იყოს. ეს ევროკავშირის ეგიდით ვერ მოხდება, მაგრამ ის რაც საფრანგეთმა თქვა, რომ მე აგერ ბირთვული სახელმწიფო ვარ, ბრიტანეთი აგერ გერმანია, რომელსაც ახლა კანცლერი ბირთვული არ აქვს, ხებიც გააკეთებენ თუ მოინდომენ. ხო და ამას ვამბობ, ანუ რაღაც კოალიციის შექმნა, რომელთანაც იქნება უკრაინა ყველაზე ბრძოლის უნარიანი არმიით, თურქეთიც ახსენეთ, რაღაც ალტერნატივა უნდა გამოინახოს. თუ კი ეს ევროკავშირის ეგიდით ვერ გამოდის, იმას კი არ ვამბობ, რომ ის დაიშალოს, რაღაც კოალიცია გამოინახება და ეხლა სწორედ გამიგეთ, ევროპელები უნდა იყვნენ სრული გიჟები, აი რას გეუბნებით, სრული გიჟები, სრული სუიციდისტები, ეხლა უკრაინა რომ მაგათმა დათმო. იმიტომ რომ ყავთ სახელმწიფო, რომელიც ფაქტიურად მათ იცავს, მათ არ ჭირდება თავის სახმელეთო ჯარების არსად გამოყენება, უბრალოდ ესმით მარტივი ლოგიკა, სტრატეგიაც არ უნდა აქ, მარტივი გადარჩენის ლოგიკა. უკრაინას უნდა მოეხმარო, რომ სახელმწიფო არ დაინგრეს. უკრაინა თუ არსებობს ნებისმიერი ფორმით, ხო? უკრაინა თუ არსებობს, კიევი თუ დგას, ევროკავშირი არის დაცული. და ამასთანავე შენი სისტემები უნდა შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შენს. ეხლა უბრალოდ მათ გაუჩნდათ ერთადერთი პრობლემა, კიდე ერთხელ ვიძახი, რომ თუ კი აქამდე ამერიკული სისტემები ამას უზრუნველყოფდა და მათ ჭირდებოდა ძირითადად მაინც ფულით და მცირედი შეიარაღებით ამაში მონაწილეობა, ეხლა უკვე უწევთ ალტერნატიულ გზებზე ფიქრის, საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც და უკრაინის ხალხის არის ეს შესაძლებელი. იცი რა, ტექნოლოგიური პოტენციალი აქ ევროპას ყველაფერი შეუულია გააკეთოს რა. თუ ახამდე არ გაუკეთები. ან ხო კორეიდან რაღაცა ტექნიკა, აპარატურა და ამან აქეთ კიდე Volkswagen-ზე იმას რომ გადაიარაღებენ გერმანული არა, ანუ არასერიოზული რა თქმა უნდა არ არის, ძალიან სერიოზულია ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ გარდაუვალია იგი შეჯიბრზე მიდგება საქმე და ტექნოლოგიურ შეჯიბრზე მიდგება საქმე ის რომ დასავლეთის ბლოკი და ევროკავშირის სამხრეთ უზარმაზარი ტექნოლოგიური უპირატესობა აქვს ამას ახლა ბირთვული არაღზე რომ საუბრობთ მე ახლა გერმანულ და პოლონურ პრეცას ვაკვირდები რა ბირთვული არაღზე როცა მიდის საუბარი და აი როგორიცი ჩვენ შეიძლება არ გვეჩვენება სერიოზულად, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან არის მომატებული, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ბირთვული შეკავება. რიგით გერმანიის ვიღაცა შეიძლება არც ესმის კარგად ბირთვული შეკავება რას ნიშნავს. მაგრამ ისეთ ქვეყნისთვის როგორც გერმანია, როგორც პოლონეთია, როგორც იაპონია, სამხრეთ კორეა ბირთვული იარაღის შექმნა არის მარტო როგორ იცი რა რისი საკითხია იცი? ნუ ცოტა სერიოზულად რომ მივუდგენ, ცოტა 1-6 თვის საკითხია რომ რაღაც ტესტი გააკეთონ ნორმალურად, რაღაც სისტემა არ ჩავარდეს, რაღაც, მაგრამ ის ტექნოლოგიები რაც ახლა გერმანიას გააჩნია, რაც პოლონეთს გააჩნია, ის ფინანსური პოტენციალი რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ, ბირთვული იარაღის შექმნა არის უბრალოდ რაღაც გადაწყვეტილების მიღების საკითხი და რაღაცის ფეხებზე და ხებს რაღაცას პატარას ის თავის ურანს. გერმანიაც შეძლებს. იგივე ტრამპის მიდგომებში მის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება არის ანუ ატომური შეიარაღების რაოდენობის შემცირება დედამიწაზე, ხო? ერთ-ერთი მთავარი რასაც დიდად გულშემატკივრობს. იცი რა, აი მე რა ნაბიჯებსაც დგავს სინამდვილეში. ეს რეალურად აუცილებლად გამოიწვევს ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობის ზრდას. კიდევ სხვა შორის არა მარტო ევროკავშირის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზე, არამედ სხვა. მე ძალიან ვშიშობ, რომ ტრამპის პოლიტიკა ევროპასთან მიმართებაში, ხო? ჩუმად ეს ხმაურით არ მოხდება, ყვირილით არ მოხდება, გამოიწვევს კორეიზაციას და კარგად ახსნი კორეიზაცია რა არის. წინა პრეზიდენტობის დროს ტრამპმა რაღაცა გაუგებარი, მაგრამ ძმაკაცობა დაიწყო ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან. შეხვდა რაღაცა საზღვარზე. ეხლა სამხრეთ კორეა იყო იაპონიაზე მეტი მეკავშირე, რომელიც ამერიკას ყავდა მეორე მსოფლიო ომის დროს და ფაქტიურად ამერიკის ნების შემსრულებელი და გამტარებელი და ტექნოლოგიურად ძალიან მსოფლიო ომის შემდეგ. ხო, არა დროს. კორეის ომის შემდეგ რა, უფრო მოდი ასე ვთქვა, დავაკონკრეტოთ, ბოდიში თქო 50-იან წლების შემდეგ, ხო? ფაქტიურად ამერიკის ნების გამტარებელი და ტექნოლოგიურად ძალიან წინწასული სახელმწიფო, ну, ყოველ შემთხვევაში იმ რეგიონში იაპონია, სამხრეთ კორეა სერიოზული კონკურენტები იყვნენ, ხო? რა მოხდა? სამხრეთ კორეას არ გამოსულა დედა არ უგინებია არავისთვის, არ უჩხუბიათ, პირიქით, კარგია, ის
ფიქტიური კავშირი რაც იყო ამერიკას და კორეას შორის ისევ გაგრძელდა, მაგრამ სამხრეთ კორეელებმა დაიწყეს ღრმა ინტეგრაცია რუსეთის ეკონომიკაში, ღრმა ინტერესებით დამოკიდებულება ჩინეთზე. აი სერიოზულად გაიზარდა. ხო, ეს არ გამოჩენილა, მაგრამ საქმით ეს მოხდა. ხო და როცა ამერიკას სახელმწიფოს არ აქვს მნიშვნელობა ტრამპია, ბაიდენია, ობამაა თუ ვიღაცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დაჭირდა სამხრეთ კორეა მეკავშირე, რაში დაუჭირა მომხარე? არაფერში. არაფერში ჩინეთის წინააღმდეგ სამხრეთ კორეას მხარი არ დაუჭერია და არ უჭერს. არც ერთ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ არ მიუერთდება და არ მიერთებულა. არანაირი შეიარაღება უკრაინისთვის. ჩინელების თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა ჩინური შეიარაღება უკრაინაში ხდება რა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ. ჩრდილოეთ კორეული შეიარაღება შავი გზებით უკრაინაში მოხვედრილა ამომის დროს რა. რუსეთის გავლით არა, თქვენ ჩავარდნილი შეიარაღებაზე არ ვსაუბრობ. გაყიდული ჩრდილოეთ კორეის შეიარაღება იარაღის შავი ბაზრით გავლით მოხვედრილა უკრაინაში. დრონების დიდი ნაწილები, რაღაცები, რასაც უკრაინა თამამად შემიძლია გითხრათ, არის რომ ჩინური წარმოების ბევრი იქიდან და რაღაცა ჩინური ტექნოლოგიები ხდება. არაფერი სამხრეთ კორეული უკრაინაში არ მოხვედრილა, იმდენად ერთგულად დაიჭირა სამხრეთ კორეამ ეს ხალხი. ახლა რატომ ვამბობ ამას? ეს ძალიან პატარა მასშტაბია ევროპაზე, როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპაში არის ძალიან დიდი რისკი, რომ ესეთი პროცესი განვითარდეს და ალბათ განვითარდება, თუ კი რაღაცას არ შეცვლის ტრამპის ადმინისტრაცია. რა განვითარდება? ესენი კი არ იტყვიან, მოდი ხვალე ნატო დავანგრიოთ. არა, რა თქმა უნდა, რა გიჟები ხო არ არიან რა. ნატოშიც გააგრძელებენ თავისუფლებას, მაგრამ ნელ-ნელა უკვე საზოგადოების დაკვეთა იზრდება ესე რა. ნელ-ნელა უკვე მიმდინარეობს პროცესი, რომ ჩვენ მოდი რაღაც დამოუკიდებელი სისტემაში. რაცამს კი შექმნიან ევროპელები, ბრიტანელებთან ერთად, თურქებთან ერთად იმის გარეშე, ამის გარეშე, როგორ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ მაინც დიდი ბრიტანეთი და თურქეთი ორი ძალიან საკვანძო სახელმწიფო. ვის ექნება ხა თურქეთი მიმდინარეობს, ხო უკვე თურქეთთან ლაპარაკი, თურქეთი უბრალოდ ითხოვს, მას უნდა კონდეს რაღაც ვეტოს უფლება რა, რაღაც მოვლენებზე, ხო? ну თურქეთი ჭირდებათ ალბათ ამას დაუთმობენ ხო რა დათმობები წავა ეს ალბათ ტაქტიკური საკითხებია დავაკვირდებით მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი გარდაუვალია და კარგიც არის ჩვენთვის ცუდი რა შეიძლება იყოს ეს უნდა ვთქვა და რისკის შემცველი რა არის რისკის შემცველი არის ერთადერთი რამ ჯერ ეს არ შეინიშნება იმედი არც მოხდება მაგრამ თუ საქმეს და მოლაპარაკებზე და დილზე მიდგა ევროპელებს გაცილებით იოლად შეუძლიათ რუსებთან მოლაპარაკება გაცილებით პრაქტიკული ინტერესები აქვთ რუსებთან მიმართებაში და რუსებს ევროპელებთან მიმართებაში ვიდრე ამერიკასთან არა შორს წავედი მაგრამ უნდა ვთქვათ რა რაც არის ხო მაგრამ ამასობაში თქვენ კი თქვით დასაწყისში რომ პუტინი ახლა მთელ მსოფლიოს ეუბნება რაც რუსკი კარავს უთხრეს ხო მაგრამ ამასობაში ტრამპი გეუბნება რომ დღეს ძალიან ბედნიერია იმიტომ რომ მის გოლფის კლუბში ჩემპიონი გახდა მადლობა სუხთის გოლფის კლუბის მთელ სტაფს ასე რომ მგონი ისე უგნება ტრამპი თვითონ გახდა ჩემპიონი ეგ რას მაგონებს იცი თურქმენბაში რო ცხენზე დაждდა და ყველას გაასწრო მოვიგე გოლფის კლუბის ჩემპიონატი და მადლობა ამისთვისო მოკლედ ყველას და ასე რომ მე მგონი ის არის რა ქვია არც ეგრე აქვს საქმე პუტინს მე მგონი ახლა მაგას ამბობს ტრამპი არა რუსეთს არა აქ არანაირად კარგად საქმე გათენდება დილა და მას მე თამამად გეტყვით პროგნოზირებას არ დავიწყებ თამამად გეტყვით რომ რუსეთს არა აქვს კარგად საქმე ეს ომი არ შეწყდება მოლაპარაკებების გზით თუ თეორიაში მიღწევადია სამშვიდობოს ვერ დავარქმევ რა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება თეორიაში ეს რა თქმა უნდა მიღწევადია მაგრამ მე ძალიან ვეჭვობ რომ დღეს რუსეთი ამას დათანხმდეს როც დათანხმდეს რუსეთი რო მშვიდობა დამყარდეს რუსეთს არა აქვს ის პოტენციალი რომ ეს აღშენებლობა ეს ანუ ომის ეკონომიკიდან უკან სწრაფად მშვიდობის ეკონომიკაზე როგორ უნდა გადმოერთოს მართალი გითხრა ესეც გაუჭირდება ნუ მოვიყვანთ მაგალითად უკრაინას იმიტომ რომ უკრაინა იმაშია რა ცაიტნოტშია ყველანაირად უნდა იომოს სხვანაირად ვერ გადარჩება ხო გამარჯვების გემო უკრაინა მიცის როგორ დაამარცხოს რუსეთი იცის ეს ადვილი არ ყოფილა მაგრამ იცის ისევ სახმელეთო ჯარებს რატო უბრუნდები გიჟები რატო უნდა იყოს ევროპელები ხო იმიტომ რომ არის უკრაინის სახმელეთო ჯარი რომელსაც შეუძლია რუსეთის და ყველა შესაბამისად ყველა პოტენციური საფრთხე დამარცხება დღეს ევროპის მორჩა დამთავრდა აქ დამთავრდა უძლიერესება იმით კი არა რომ მათ რაღაც წვრთნა აქვთ განსაკუთრებული გავლილი არა ომში გამოწვეული ხალხია რა დამთავრდა ყველაფერი ხო და ამიტომ
არ უნდა ვიყოთ ყურებს ჩამოყრილი, სამწუხაროდ საქართველოში რო ახლა მოვლენებს დინამიკას უყურებთ, ბევრი ჩემი მეგობარი, აი ელჩი შეხვდა ჩვენს ამათი ლეგიტიმურობა აღიარა, ნუ არაფერი ლეგიტიმურობა არ აღიარა. სამწუხაროდ ეს არის ჩვენი რეალობა, რომ ჩვენი ბედიც ბევრად არის დამოკიდებული ის რა მოხდება უკრაინაში. თამამად გეტყვით, თუ ეხლა რაღაცა სახის შეთანხმება და დილი მოხდება უკრაინასთან მიმართებაში, რისკი იმისა, რომ ჩვენ ამ გადანაწილებაში სადღაც არასასურველ ადგილზე მოხვდეთ, ძალიან დიდია ამ ხელისუფლების პირობებში. ხო და თუ კი უკრაინა გაიმარჯვებს და ისომი გაგრძელდება, ჩვენს შანსი გვაქვს, რომ ბრძოლის ხაზზე ვიყოთ. კი, პირდაპირ ცეცხლი არ არის, მაგრამ ბრძოლის ხაზი საქართველოს გადის და შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ რა. დიდი მადლობა.